გაცილებით უფრო მომგებიანია, ასე ვთქვათ, განეიტრალებული მოქალაქე, რომელშიც შეიძლება შინაგანად ჰქონდეს, ასე ვთქვათ, პროტესტის განცდა, მაგრამ ამის, ასე ვთქვათ, ქმედებად გადათარგმნა ვერ ახდენდეს. ომით გინდა თუ მშვიდობა, განსაკუთრებელია ჩემი პასუხი და იმ ადამიანის პასუხიც არის მშვიდობა, მაგრამ სიღრმემდე ვერ ჩავდივართ, კონტექსტი განსხვავებულია. ჩემთვის მშვიდობა ასოცირდება ძლიერ პარტნიორებთან, მეგობრებთან, რომელიც მე დამიცავს, ხო? მართლობა პარტიამ რაც შეძლო ამის აპირწონეთ, პროტესტში ყოფნის სოციალური ფასი გაზარდა. აქილევსის სტრატეგია ჯობია თუ ოდისევსის და ოდისევსის, ხო? ანუ ძალიან დიდი მედეგობით, სტამინით, მაგრამ ყურადღებით და ჭკუით უნდა ვაჭრობთ. როგორც გვინდა ეს ხალხი გამოვიყვანოთ სტატუს-კვოდან, უნდა რეალურად ავუხსნათ და ჩვენ თვითონ უნდა გქონდეს წარმოდგენა პირველ რიგში, როგორია მომავალი. გამარჯობა. მე მინდა წარმოგედგინათ ქეთი თომელაური, რომელიც არის ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ქცევითი მეცნიერების სპეციალისტი. მე ქეთის კიდე თუ რამე რეგალია გამოსცა, შეგიძლია დაამატო. მე ქეთის ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება და კვლევა მაქვს მოსმენილი და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ ვითარებაში, სადაც ავტოკრატიული მოდელი კიდევ უფრო გამძაფრებულია, არა მხოლოდ ჩვენში, ვინც ვართ, თქვათ, ამ ძალაუფლებით ივანიშვილის მოწინააღმდეგე თარიღებში, არამედ ზოგადად ძალიან ბევრი ადამიანის, იმიტომ რომ იცვლება, რომ ბევრი თითქოს რაღაცა შემცირებულია, ხო, ადამიანების რაოდენობა, ვინც აქტიურ პროტესტს გამოხატავს, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ეს არის გაცილებით უფრო დიდი ფართო საზოგადოება, შეიძლება უშუალოდ ესე ვერ რეაგირებს კონკრეტულად ყოველდღიურად, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ავტოკრატიული ამ მოდელით ვერ მოხერხდა ადამიანების ცნობიერების და რეალურად გადატეხა იმ განწყობების, რომელიც არის აუცილებელი. ხო, ანუ რა გვაქვს ავტოკრატიულ მოდელებში? ეს არის, ვთქვათ, კონფორმიზმი, პასიურობა, შინაგანი ემიგრაცია, ვთქვათ, შემგუებლობა, ასევე, ვთქვათ, აშკარად გამოხატული მხარდაჭერა ავტოკრატიის, მაგრამ საინტერესოა ძალიან მოკლედ. არ მინდა ბევრი საუბარი, შენ გაცილებით საინტერესოდ საუბრობ ამ თემაზე. საინტერესოა, რას ფიქრობს ხალხი. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ თემის წამოწევისთვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ავტოკრატიებზე საუბრობთ, ასევე ზუსტად ქცევითი მეცნიერების ჭრილში შევხედოთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ დამეთანხმები, რომ თანამედროვე ავტოკრატია, ასე ვთქვათ, 21 საუკუნის ავტოკრატია, ავტომატურად ესე ვთქვათ, დეფოლტს როცა ვამბობთ, ხო, აღარ მიმართავს ღია აგრესიას და რეპრესიებს, ესე პირდაპირ, არამედ იყენებს ზუსტად რაღაცა აღქმის კონსტრუირების მეთოდს მიმართავს, იმიტომ რომ რაც შენ აღნიშნე, გაცილებით უფრო მომგებიანია, ასე ვთქვათ, განეიტრალებული მოქალაქე, რომელშიც შეიძლება შინაგანად ჰქონდეს, ასე ვთქვათ, პროტესტის განცდა, მაგრამ ამის, ასე ვთქვათ, ქმედებად გადათარგმნა ვერ ახდენდეს და ზუსტად აი ამ ჭრილში შემოდის ადამიანების აღქმებზე და ფსიქოლოგიური ზეწოლის იარაღი, რომელსაც იყენებს ავტოკრატია დღეს და გაცილებით რთული ხდება შემდეგ მისი დამარცხება, იმიტომ რომ ღია აგრესიას მოყვება ასევე ღია აგრესია ადამიანში, ეს უფრო მეტ მუხტს იწვევს და თუნდაც რომ დავინახოთ, რომ შევაფასოთ დღევანდელი გადმოსახედიდან, ხო, 2024-25 წლის, ასე ვთქვათ, ფიზიკური ძალადობა პროტესტანტებზე, ყოველ ძალადობას მეტი პროტესტანტის გამოსვლა მოყვებოდა, ხო, უფრო მეტი იყო აღქმა, უფრო მეტი იყო განცდა იმისა, რომ უსამართლობის შეგრძნება მეტი იყო და შემდეგ, როდესაც ნელ-ნელა ეს ამას მიხვდა, ასე ვთქვათ, რეჟიმი და შეცვალა მიდგომა და დღეს ასე ვთქვათ, რაც აღნიშნე, თითქოს შემცირებულია ადამიანების რაოდენობა, რომელიც ღიად აპროტესტებს, თუმცა რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროტესტის მუხტი ადამიანში შინაგანად არ არის, ხო, სხვადასხვა სტრატეგიები არსებობს ამისა. ჩვენ ჩავატარეთ, ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის, სწორედ ქცევით მეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვლევი საგანია ხოლმე, განზრახვის და ქმედების შორის აცდენა, ხო? ჩვენ შეიძლება რაღაცის გაკეთება გვინდოდეს, მაგრამ ქმედების დონეზე ვერ გადავდივართ. და ეს გვაინტერესებდა ზუსტად ეს ველი ჩავატარეთ თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგიით, ცხადი აქცევით მეცნიერებაზე დაფუძნებული, ჩავატარეთ ველი სტატუს-კვო ამომრჩევლებსა და ნეიტრალურად
განწყობილ მოქალაქეებს შორის, სწორედ თებერვალი იყო ველი 2025 წლის, ასე ვთქვათ, ცხელი პერიოდი, თუ რა განაპირობებდა იმას, რომ აი ამ ცხელი პროტესტის ფონზე ისინი ვერ გამოდიოდნენ აი ამ სტატუს-კვოდან და არ უერთდებოდნენ, ასე ვთქვათ, ამ საყოველთაო პროტესტს. ანუ შიში? შიში, რასაკვირველია, შიში თამდევია ხოლმე, მაგრამ ძირითადად აი 4, ასე ვთქვათ, 4 ქცევითი პატერნის მიხედვით შევაფასეთ, ხომ? ჩვენი კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება, ასე ვთქვათ, მოტივატორებს და ბარიერებს. მოტივატორებში არის ესეთი პრობლემები, ანუ ტკივილებს ვეძახით, როდესაც მე ვაცნობიერებ რა ხდება და მინდა ცვლილება და უბრალოდ ამ ცვლილების თანამონაწილეობისთვის არასაკმარისად ვარ მომწიფებული, თუმცა ვაცნობიერებ, რომ ცვლილება საჭიროა. არსებობს სარგებელი, რომელსაც უკვე ვხედავ ცვლილების სარგებელს და შესაბამისად ჩემი გადმობირება მოტივაციის თვალსაზრისით უფრო მარტივია, არის კომფორტი, ჩვევა, როდესაც ჩვენ ვეპოტინებით არსებულ მაგალითად ეკონომიკურ მდგომარეობას, ხომ, ანუ ტრანზაქციული ურთიერთობები ძირითადად აი ამ სტატუს-კვოში რჩება და გვიჭირს ადამიანებს დავთმოთ ის ჩვევები, რომელიც გვაქვს და ასევე შიშები, რომელიც უკავშირდება უცნობ შიშს, როდესაც ყოველი ცვლილება გარკვეულწილად შიშთან ასოცირდება და ამიტომ ეს შიშებიც გვტოვებს იმ არსებულ სტატუს-კვოში, რომელიც არის. და როდესაც ამას ვაფასებდით, ხომ, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება იყო ჩვენთვის და ასევე გასაოცარი და შემდეგ უკვე პრინციპში ესეც თანამედროვე ავტოკრატიების დამახასიათებელი აღმოჩნდა, ჩვენ ვეძებდით რაღაცა ღირებულებით ბმას არსებულ მმართველ პარტიასთან, თუმცა ეს ღირებულებითი ბმა არ გამოიკვეთა და აღმოჩნდა, რომ ეს ურთიერთობა რეალურად არის, ასე ვთქვათ, ტრანზაქციული და ამას დავარქვით ტრანზაქციული ლოიალურობა, როდესაც შენ ბოდიშკეთი, ანუ ღირებულებითი ბმა ამ მრჩეველს, ვინ შეიძლება მხარს უჭერდეს დღევანდელ ძალაუფლებას, ანტიკარპულ ოცნებას, არ აქვს ღირებულებითი ბმა, აქვს კონკრეტულად მოდელი შემუშავებული, როდესაც რაღაც ურთიერთსარგებელს იღებს, დახულობს, თუ კონკრეტულად შიში და სხვადასხვა კომპონენტების ერთობლიობა. ეს ძალიან საინტერესოა, რომ მშვიდობის თემა ამოჩერებული, როდესაც მშვიდობის ნაცვლად შემოგვაჩეჩეს იზოლაცია და სუვერენულობის ნაცვლად შემოგვაჩეჩეს იზოლაცია, ესეც ხო თავისთავად ის არის, ხო? ამ თითქოს თავს იმართლებენ ადამიანები, რომ აი ეს ბმა დღემდე დარჩათ და ვთქვათ ოცნებასთან. მიგნება არის ის, რომ ეს ურთიერთობა ძირითადად არის ტრანზაქციული, მე მჭირდება მშვიდობის განცდა, ანუ მშვიდობა, ის რომ ოღონდ მშვიდობაზე კიდევ ვისაუბრებ, ვისთვის რა არის მშვიდობა, ხო? მშვიდობა იმისათვის, რომ მე ვიმუშაო, ხელფასი ავიღო, ჩემ მაშულებმა სკოლაშია, რომ ანუ რაც კი ამ ჩემ, ასე ვთქვათ, რუტინას საფრთხე შეუქმნის და თუ მე ესე დამანახებ, რომ ცვლილება საფრთხესთან ასოცირდება, ხო, მაშინ მე ვრჩები ამ რაც არ უნდა არ მომწონდეს რაღაცები. ხო, ამ კვლევაში წამოვიდა, რომ განსაკუთრებით იმ ფონზე არავის არ მოსწონდა, თუნდაც რასაც უყურებდნენ, ხო, როდესაც ახალგაზრდებს ურწყავდნენ, ეს არავისთვის არ იყო მისაღები და ეს რასაკვირველია აისახა ასევე მათ დამოკიდებულებაზე, თუმცა ეს ამ ასე ვთქვათ, კოგნიტურ დისონანსთან გამკლავება, რომელიც ასევე ძალიან მაღალი იყო და ფიქრობ, რომ დღესაც არის, კოგნიტური დისონანსი რა არის, რომ ავუხსნათ მაყურებელს, ხო, ეს არის ის დამოკიდებულებები და ის ქცევები, რომელიც მე დისკომფორტს მიქმნის და ვცდილობ, რომ რაღაცნაირად დავივიწყო ეს, ხო? და როდესაც მე მეშველებიან ესეთი, ასე ვთქვათ, მენტალურ ალიბებს ვეძახით ამას, ხო? მენტალური ალიბებით, რომლითაც პროპაგანდა მე შემომეშველება, ასე ვთქვათ, და მეუბნება, რომ ამ ცვლილება მოიტანს სუვერენიტეტის დაკარგვას, ხო, ცვლილება მოიტანს ქაოსს და მე ადამიანი იმ თავითვე მიდრეკილია სტატუს-კვოს შენარჩუნებისკენ. ეს არის დადასტურებული მეცნიერულად, რომ მე მირჩევნია, ანუ დანაკარგი იმდენად მაშინებს, ხო, ესე ვთქვათ, დანაკარგი შიში ქვია ამას მე კოგნიტური მიკერძოება, loss aversion, ანუ მე უფრო ემოციური ხარისხის დონეზეც კი უფრო მაშინებს რაღაცის
დაკარგვა, ვიდრე იგივე რაღაცის მოპოვება. და შესაბამისად მე რაც დღეს მიკავია ხელში, ამის დაკარგვა ჩემთვის უფრო მეტი შიშის მატარებელია, ვიდრე ცვლილება, რომ რასაც მომასწავებს, იმიტომ რომ ბოლომდე მაინც არ მჯერა და ძალიან დამაჯერებელი უნდა იყოს ის, რომ მე ჩემი დღევანდელი ყოფა, რომელიც არ არის იდეალური, შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს ცვლილების შემთხვევაში, ხო? ამიტომ მე მეტი ქაოსის ეშინია? ქაოსის ეშინია, კი, ესეც ერთ-ერთი მიგნება იყო, როდესაც ცვლილება ასოცირდება ქაოსთან, ასევე არეულობასთან და ამიტომ შესაბამისად მათ ურჩევნიათ დარჩნენ ამ სიტუაციაში და გამოიყენონ მენტალური ალიბები იმისათვის, რომ გაამართლონ და შეამცირონ ის კოგნიტური დისონანსი, რომელიც ამ ადამიანებში არის. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია. მე მაგალითად ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მაქვს უამრავი პრობლემა. ეს პრობლემა არის ყოფითი, ეს არის დაბალი ხელფასი, რომელიც არ გვწუდება პრინციპში იმ ფასებთან მიმართებაში, რომელიც დღეს არის საქართველოში, ანუ პროდუქტის ფასები, თქვათ, ბავშვის აღზრდა, რაც არის ძალიან ისეთი მძიმე ტვირთი ყველა ჩვენთაგანისთვის, ადამიანებისთვის, ოჯახების გაძლიერება, რომელიც არ გვხდება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ემიგრაცია და ასე შემდეგ. მე ვარ ესეთი მოქალაქე, მაქვს ჩემი ყოველდღიურობა, სტატუს კვოს ბეგუები, მაგრამ გაცილებით უფრო სხვა თქვათ ჰორიზონტი მინდა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის და რა გარე ფაქტორები გჭირდება იმისთვის, რომ აი ეს სტატუს კვოს შემგუებლობის რაღაცნაირ მოდელი, ფორმულა დაიშალოს, გაიწოვოს, თქვათ, დროში და სივრცეში და მე მივიღო ისეთი რადიკალური გადაწყვეტილებები, რომელიც გჭირდება. ყველა ადამიანს და დაბადებიდან გვაქვს ეს, ხო? უნდა გჭირდება უსაფრთხოების განცდა. აი ეს შეგრძნება უსაფრთხოების ბავშვი რო იბადება ჩვილი, არის რეკომენდაცია, რომ ერთსა და იმავე დროს უნდა ვაჭამოთ და ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ახსნა არის ის, რომ ბავშვს ჭირდება ფსიქოლოგიურად უსაფრთხოების განცდა და როდესაც გადახრა ხდება, ანუ ჩაგდება მაგალითად, ეს მისთვის მიუხედავად ზოლაპარაკი არ იცის, მისთვის ეს არის სტრესის მომგვრელი, ხო? ანუ უსაფრთხოების შეგრძნება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მე დავთმო ეს ყველაფერი, ანუ ცვლილება უნდა ასოცირდებოდეს უსაფრთხოებასთან. და მე ამაში უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ გამოვიდე ამ მდგომარეობიდან. ეს არ არის მხოლოდ, ასე ვთქვათ, საქართველოს რეალობა, ხო? ზოგადად, აი მოდი ვთქვათ, ადამიანი რო ავხსნათ ადამიანების გადაწყვეტილებაზე და არჩევანზე, რა ახდენს მნიშვნელოვან გავლენას. სწორად აღნიშნე, რომ ძალიან ბევრი საფიქრალი გვაქვს, ხო? ბიოლოგიურად რომ მივუდგეთ, ხო? დაახლოებით მე-20 საუკუნის 40-იანი წლებიდან ჰერბერტ საიმონსი იყო ესეთი ამერიკელი პოლიტიკის მეცნიერი და კოგნიტური ფსიქოლოგი. მან აღმოაჩინა მის ნაშრომში გაჟღერდა პირველად შეზღუდული რაციონალობა, bounded rationality, ანუ ადამიანი აქამდე აღიქმებოდა რაციონალურ არსებას, რომელსაც შეუძლია თანაბარი წარმატებით გააცნობოს, მოისმინოს ინფორმაცია, გადაამუშავოს და ამაზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება, ხო? რეალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული, ხო? ბიოლოგიურად ადამიანი დღეში საშუალოდ სტატისტიკური ადამიანი 35,000 გადაწყვეტილებას იღებს, ну იმის გათვალისწინებით, რომ მე რო ეხა ხელს ვამოძრავებ, ეს ჩემი ტვინისთვის გადაწყვეტილებაა, ხო? ნახეთ, ჩვენ გადაწყვეტილებას მიღება გვიწევს აი ამ შეზღუდული რაციონალობის თეორიის მიხედვით, შეზღუდული ცოდნის პირობებში შეუძლებელია ჩვენ ყველაფერი სიღრმისეულად ვიცოდეთ, ხო? კოგნიტური შესაძლებლობების პირობებში, იმიტომ რომ ყველაფერს ვერ გავწუდები და იმდენი გარემო ფაქტორებია, რომელიც მე ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელს მიშლის და ასევე შეზღუდული დრო. მე არა მაქვს ბევრი დრო იმისათვის, რომ გადაწყვეტილება საფუძვლიანად მივიღო. შეუძლებელია 35,000 გადაწყვეტილების ფონზე აი ეს ყველაფერი და როდესაც მე ამ დღეში ვარ, ამიტომ ტვინიც ეპოტინება, ასე ვთქვათ, მარტივ გადაწყვეტილებებს. ამას შემდეგ ეს თეორია განავრცეს დანიელ
კანემანმა და ამოტვერსკიმ, ცნობილი ასე ვთქვათ ფსიქოლოგი და ესე ვთქვათ პირობითად დაყოფა ჩვენი ტვინის სისტემის სისტემა 1 და სისტემა 2, ანუ სისტემა 1 ეს არის ასე ვთქვათ ინტუიციური, ავტომატური სისტემა და სისტემა 2, რომელიც არის ლოგიკური, სკეპტიკური და მას ვთავთ ხოლმე, როდესაც ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვიღებთ და მათი აი ამ მოცემულობის, რომელიც მეცნიერულად დადასტურებულია, შეუძლებელია ჩვენ მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები მუდმივად, იმიტომ რომ ჩვენი ტვინი ბიოლოგიურად ამას ვერ გაუძლებს. ამიტომ ვიყენებთ ხოლმე ევრისტიკებს, რომელიც დაგროვილი ინფორმაცია, ჩვენი ტვინი ფილტრავს იმისათვის, რომ მარტივად ვუპასუხოთ იმ არჩევანს, რომლის წინაშეც ვდგებით და ხოლმე. ამ დროს თვითონ გხმაროს პოლიტიკა იმისთვის. და ეხლა ეს პოლიტიკის კონტექსტში რომ გადავიტანოთ, ნახე, გადავიტანოთ პოლიტიკურ კონტექსტში. ხო, როდესაც ეს ევრისტიკები ხო ყველას განსხვავებული გვაქვს ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე და მშვიდობას რო დავუბრუნდეთ, ხო, ჩემი ასოცირება მშვიდობასთან შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული იყოს დაუშვათ სასაზღვრო-თან მაცხოვრებელ ადამიანის მშვიდობის კონცეფციისგან. არის მალსახმობი, რომელსაც მე ვარ ისეთი არჩევანის წინაშე, ომით გინდა თუ მშვიდობა, რასაკვირველია ჩემი პასუხი და იმ ადამიანის პასუხიც არის მშვიდობა, მაგრამ სიღრმემდე ვერ ჩავდივართ, კონტექსტი განსხვავებულია. ჩემთვის მშვიდობა ასოცირდება ძლიერ პარტნიორებთან, მეგობრებთან, რომელიც მე დამიცავს, ხო? და იმ ადამიანისთვის მშვიდობა ასოცირდება მხოლოდ და მხოლოდ იმასთან, თუ ბომბები არ ჩამოცვივდეს და სამოქალაქო მშვიდობა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, დღევანდელი გადმოსახედიდან არავინ არ იცის, ვის ბოსტანში ჩამოვარდება ბომბი, საქართველოს თუ სხვა ქვეყანა იქნება, იმდენად შეიცვალა ყველაფერი ბოლო 2 წლის განმავლობაში, ხო? და გაცილებით წინ წამოვიდა ის მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელიც უკავშირდება პირველ რიგში იმ ძლიერ პარტნიორებს, რომ ვერ გაგიბედონ, მოდი ესე ვთქვათ, არ იყოს ხელსაყრელი შენთან მშვიდობის დარღვევა. ესე რომ ვთქვათ, ხო? კონცეპტუალურად ეს ტრამვა არის ზუსტად ძალიან ისეთი მინიმალური უსაფრთხოების შექმნების მატარებელი. ჩვენ გვაქვს ეს ტრამვა გამოვლილი. კი, და ამით ძალიან ამ დროს ავტოკრატიის მთავარი ფუნქცია რა არის, რომ შენ მოგატყუოს ეს სპინინგი, ხო? ანუ დგას პროპაგანდაზე, შენ გატყუებს მოქალაქეს ატყუებს და გეუბნება გაჩეჩებს იმ ძალიან საბაზისო ტყუილს, რომელზეც შენ შეიძლება შემდეგ რაღაცნაირად პროპაგანდისტულად გაჩეჩებს და აშენო, ვთქვათ, შენი თითქოს უსაფრთხოების განცდები. ხო, ყველამ იცის, რომ ბეძინა ივანიშვილი არ არის უსაფრთხოების და მშვიდობის გარანტი, ძალიან მარტივად, რომ შეიძლება ადამიანია, ხო, ყველა ადამიანი არის მოკვდავი, მას ესე ძალიან ახალგაზრდაც აღარ არის და ამიტომ რა გამოდის ძალიან ლოგიკურად, რომ ვიფიქრო და მარტივად რომ მივუდგე, რომ ერთი ადამიანი თითქოს გამოდის ამ ქვეყნის ქოლგა, რაც არ არის. ამიტომ სიღრმისეულად ადამიანები თითქოს მარტივ გადაწყვეტილებას ეჭიდებიან და მე ამ დროს მინდა შემოვიტანო მეორე კითხვა, რაც გულისხმობს იმას, რომ როგორ უნდა დაგეხმაროს შენ პოლიტიკა და პოლიტიკოსები იმისთვის, რომ შენ ეს გადაწყვეტილებები, რაც არის შენი სტატუს-კვოს შეცვლა უკეთესობისკენ, მიიღო ძალიან სწრაფად და მიიღო ადეკვატურად. და მე ვიცი ასევე, რომ შენ თქვენ იკვლევდით ორგანიზაცია იკვლევდით ჩვენს სასულო პოლიტიკური პარტიების ანატომია საქართველოში, როგორია, ხო, ეს მოდელი, იმიტომ რომ ბევრია დღეს საუბარი იმაზე, რომ მაგალითად დღევანდელი პოლიტიკა როგორია, როგორი უნდა იყოს პარტია, როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი და ძალიან მარტივად გითხრა, როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი, როგორი პოლიტიკოსები მოწონთ საქართველოში. სანამ მაგას უპასუხებ, ვიტყვი, რომ ზუსტად მაგიტომ თქვი თავიდანვე, რომ თანამედროვე ავტოკრატია ზუსტად აი ამ აღქმის კონსტრუირებას ეფუძნება და მათ ძალიან კარგად იციან ზუსტად აი ეს შეზღუდული რაციონალობა ადამიანების მიკერძოებები მათ შორის, ხო, თანამედროვე ავტოკრატია ძალიან ეფექტიანად იყენებს ამ ჩვენს მიკერძოებებს. ეს იქნება ხელმისაწვდომების ევრისტიკა მაგალითად და ტრავმების გაღვიძება, მათ შორის ხო ხელმისაწვდომების ევრისტიკა იყო გამოყენებული ზუსტად ამ ომის და მშვიდობის თემატიკასთან მიმართებით. ანუ ნახეთ, პროპაგანდამ შეძლო ის, რომ რუსეთის დასახელების გარეშე
წარმოეჩინა ევროპისკენ მიმავალი გზა უფრო მეტი საფრთხის შემცველად, ვიდრე რუსეთთან ყოფნა. ანუ არ დასახელებულა რომ ვისგან ველით თავდასხმას, ხო, მაგალითად. არანაირად. საინტერესო ვიდება. ხო, არ გაჟღერებულა, ბევრს ვეკითხებოდი სხვათა შორის, რომ აი მითხარით, აი ამ გზავნილის დროს თუ დასახელდა, რომ აბა ომი გინდა, ვისგან ომი რუსეთი დასახელდა და არ დასახელებულა რუსეთმა. ხელმისაწვდომობის ევრისტიკა იყო მაგალითად ბანერები, როდესაც ჩვენ ხელმისაწვდომობის ევრისტიკა ნიშნავს, რომ პირველი რაც მომდის თავში ინფორმაცია, ხო, მე იმის გავლენის ქვეშ ვექცევი და შემდეგ ამ ვიზუალი, ხო, ანუ ინფორმაცია, რომელსაც ვხედავ, რომელიც მესმის, ხო? და ეს როდესაც ეს იქმნება, ეს ხელმისაწვდომის ევრისტიკაში ჯდება ეს ინფორმაცია, შემდეგი ჩემი განსჯა აი ამ პირველად ინფორმაციას ეფუძნება და შემდეგ გონია, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე სწორი. და აბსოლუტურად რუსეთის დასახელების გარეშე აი ამ, ასე ვთქვათ, სტრატეგიამ თავისი გავლენა იქონია, ხო, ადამიანებზე. მათ შორის ასევე ჩვენს მეც ყველას გვაქვს, ესე ვთქვათ, დადასტურების მიკერძება, confirmation bias, ხო, რომელიც რო ავუხსნათ ისევ მაყურებელს, ეს არის, როდესაც ჩემი ტვინი ხედავს იმ ინფორმაციას, რომელიც მე ჩემ თვალსაზრის მიმყარებს და სხვათა შორის სოციალური ქსელების ალგორითმიც ამაზეა აგებული, ხო? რაღაც ამდენიმე წუთი რაღაც ინფორმაციაზე თუ შევაჩერე ჩემი ყურადღება, შემდეგ ამ შინაარსის ინფორმაციები მომდის და რაღაც ესე ვთქვათ, მიჩნდება განცდა, რომ ყველა ასე ფიქრობს, ხო? ესეც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაც ასევე იყენებს ავტოკრატია და პროპაგანდა, აი ამ მიკერძებას ძალიან აქტიურად და ამას ხელს უწყობს სოციალური მედია და ეს ალგორითმები, რომელიც არის, ხო? და ძალიან მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანების მედეგობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ეს რაღაცნაირად ავუხსნათ, იმიტომ რომ ავუხსნათ ის ძალიან რთულია შენ სათითაოდ აუხსნა ადამიანს, რომ ის დაუშვათ მანიპულირების მსხვერპლი შეიძლება იყოს, მაგრამ ინფორმირებული მოქალაქე არის ძალიან მნიშვნელოვანი და დაკვეთაც პოლიტიკური პარტიის, რომელიც მოდის მოქალაქეებიდან, ხომ, ეს არის ზუსტად მოქალაქესთან ხარისხიანი კომუნიკაციით დაინტერესებული პოლიტიკური სუბიექტი. დაგროვდა განცდა იმისა, რომ საბოლოო ჯამში მე არავის არ ვაინტერესებდი. არასდროს არ ვაინტერესებდი და არც ეხლა დიდი ბევრი არ ეს ხო არის სულ მუდმივად ეს მუდმივად არის, კი. ადამიანებისგან ეს განცდა, რომ ვთქვათ, აი მარტივად რო ვთქვა, რომ არც ერთი ხელისუფლება ადამიანისთვის არ არის, ხო, მაგრამ მაინც ხო, თვითკრიტიკულად ვამბობ და თვითრეფლექსიით, რომ მაინც თითქოს ორგანული კონტაქტი ადამიანებთან გამხდარია. აი როგორია ის მოდელი, რას ელოდებიან ადამიანები პოლიტიკისგან და პოლიტიკური პარტიებისგან? სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ აი ამ ბოლო პერიოდში, ხო, გაიზარდა მაინც ანუ სამოქალაქო საზოგადოება გაიზარდა და მეტი, ასე ვთქვათ, მოთხოვნა აქვს, მეტი ესმის და უნდა ხარისხიანი ურთიერთობა, ასე ვთქვათ, სოციალური მედიაც მოქმედებს ძალიან და თითქოს გარკვეულწილად ვაძლევთ ხოლმე ჩვენ თავს, მათ შორის ალბათ პოლიტიკური პარტიებით უფლებას, რომ ჩავთვალოთ, რომ ანუ სოციმედიით კომუნიკაცია, რაღაცა ტელევიზიაში ჯდომა და კომუნიკაცია, ასე ვთქვათ, ქსელების მეშვეობით საკმარისია და ხარისხიანი შეიძლება იყოს, მაგრამ ადამიანებს აქვთ იმის მოთხოვნა, რომ მათთან კონდეთ ფიზიკური კომუნიკაცია, რომ მან იგრძნოს, რომ მე მისთვის მნიშვნელოვანი ვარ. ერთხელ ვახსენდებით არჩევნების წინ და მერე შემდეგ არავინ აღარ. ხო, ძალიან გაგრძნობითი იყოს ის, რომ ვიცოდე, რომ მე ამას რომ სულ ერთი არა ვარ და მხოლოდ აი ზუსტად როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ეხლა ისევ სურათს უმაუთ როგორ სურათს შევხედოთ, ხო, როდესაც ჩვენ ტრანზაქციულ ლოიალურობაზე ვლაპარაკობთ, ხო, ცვლილება რა გვინდა? გვინდა ის, რომ მე ვიგრძნო, რომ ტრანზაქციული უნდა არ მაშინ ცუდი არაფერი არ არის, ერთის მხრივ თუ დაცულია უფლებები ადამიანის და ყველაფერი ის დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელიც უნდა არსებობდეს, რომ ვთქვათ, რომ
დემოკრატიაში ვცხოვრობთ, ეს თუ მოგვარებულია, ცხადია სახელმწიფოსთან მე მაქვს კონტრაქტი, რომ მე გიხდი შენ და შენც უნდა უზრუნველყო ჩემი კეთილდღეობა. ამაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ ასე არ ხდება და ადამიანებში არის ეს განცდა და სურვილი და სასურველი პოლიტიკური პარტიისგან უნდა ზუსტად ამ ადამიანები ემოციურები ვახარ და აი ამის შეგრძნება უნდა, რომ მე მისთვის ვარ მნიშვნელოვანი და მე თუ მისთვის მნიშვნელოვანი ვარ და მას თუ ჭირდება ჩემი მხარდაჭერა, ეს არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ რაღაცა ღონისძიებით, ზედაპირულობით მათ შორის და ასევე რაც აქვთ მოთხოვნა სხვათა შორის, რაც იყო, რომ ისინი აღიქვამენ არსებულ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ სპექტრს, როგორც ვერტიკალურად მართულ პოლიტიკურ სუბიექტებს და მათ აქვთ, ასე ვთქვათ, მოლოდინი, რომ ეს იყოს ქვემოდან ზემოთ წამოსული, ასე ვთქვათ, მართლობითი სისტემა. დემოკრატია ეს უნდა ფუნქციონირებს. ზუსტად აი ამ მოქალაქეებში, აი ეს მოთხოვნილება არის. პოლიტიკოსის მოდელი მე მახსოვს, რომ ძალიან საინტერესო რამდენიმე მოდელი იყო მაგალითად, ძირითადი უნარჩვევები, ხო? ანუ ჩემთვის მაგალითად შევთავაზოთ, რომ მე არ ვარ ახლოს პოლიტიკასგან, ჩემთვის არის პირველ რიგში ის რომ იყოს გაჯერებული ადამიანებთან სიახლოვის განცდით. ხო, ანუ შენ ისეთი უნდა იყო ალბათ, ისეთი უნდა იყოს პოლიტიკოსი, როგორც ყველა ადამიანი. თუმცა ამავე დროს სჭირდება მაღალი კვალიფიკაცია, სჭირდება პროფესიონალიზმი, სჭირდება გამოცდილება, სჭირდება ზრუნველობის მექანიზმები უფრო შიგნით, რომ და ალბათ აროგანტულობის ნასახი არ უნდა გქონდეს, ხო? აროგანტულობის მიმართ არის ეს მით უმეტეს რეგიონებში, როცა ვსაუბრობთ რეგიონებზე, ეს აროგანტულობა ზემოდან ქვემოთ განცდა, რომელიც არის, კი, ეს ძალიან მტკივნეულია ამ ადამიანებისთვის. და სხვათა შორის საინტერესო ის იყო, რომ ჩვენ შევეცადეთ რასაკვირველია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იდეალურ, ასე ვთქვათ, სასურველ პოლიტიკურ პარტიაზე თუ პოლიტიკურ ფიგურაზე, ადამიანებს გვაქვს მიდრეკილება, რომ ეგრეთ წოდებული დიმიტრი გელოვანის შევქმნათ პროფილი, ყველანაირი თვისება მივანიჭოთ, რაც გვინდა რომ ქონდეს, მაგრამ რეალობა ასევე განსხვავებულია და ჩვენ გვქონდა ფილტრის სესია, როდესაც მსგავსი არანაკლებ მნიშვნელობის მქონე სიტყვები დავაწყვილეთ, რომ მათ გაეფილტრათ და აერჩიათ მაგალითად ტრადიციული urჩევნიათ თუ თანამედროვე, ხო? აი ორი მნიშვნელოვანი ჩვენ ტრადიციებზე ვლაპარაკობთ ხოლმე და მაგალითად თანამედროვე მეტი ხმა მიიღო, ხო? დემოკრატია თუ ეფექტიანობა, დემოკრატიას მიენიჭა მაგალითად უფრო მეტი უპირატესობა და ჭირდებათ ადამიანებს მზრუნველი, რომელიც იზრუნავს, ასევე სხვათა შორის რაც ამოვიდა, ჩვენ შემდეგ ვთხოვეთ, რომ სიმბოლოში გამოეხატათ ეს თავისი სასურველი პოლიტიკური პარტია და ქალი ამოვიდა 10 ფოკუს ჯგუფიდან დაახლოებით 2-ში იყო ქალი, დანარჩენი სიმბოლოები იყო, მაგრამ ქალის ფიგურა, ხო, ანუ პოლიტიკაში ქალი, რომელიც ასოცირდება განსაკუთრებით რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, ხო, ანუ ზრუნველობასთან, ეს იყო ქალი, რომელსაც ყავდა 9 შვილი, ანუ 9 რეგიონი და რომელსაც თანაბრად ზრუნავს, არ არჩევს, განურჩეველია, ხო? დედისთვის ყველა შვილი მნიშვნელოვანია, რომ ზრუნავს რეგიონზე, თუმცა აქაც საინტერესო იყო, როდესაც საუბარი მიდის რეგიონის დედაშვილის დამოუკიდებულებაზე, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო, მას უნდა ქონდეს დამოუკიდებლობა გარკვეულწილად მინიჭებული, რომელზეც პასუხისგებლობას თვითონ აიღებს. ეს პასუხისგებლობის მომენტი იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ანუ ქალს უნდა ქონდეს გადაწყვეტილების მიღების სრული ავტონომია. ქალი უნდა იყოს ლიდერი, ასე ვთქვათ, რომელსაც ყავს 9 შვილი, ესეთი სიმბოლო იყო, დედა 9 შვილით, რომელიც ზრდის ამ შვილებს პასუხისგებლობის გრძნობით. მე ვანიჭებ მას გარკვეულწილად ავტონომიას და პასუხისგებელი თავის ქმედებაზე არის თვითონ. პასუხისგებლობის ნაკლებობა ესეც ამოვიდა, რომ არავინ არ იღებს პასუხისგებლობას თავის ქმედებაზე და მათ აქვთ სურვილი, რომ იყოს ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მე რაღაცას რო შემპირდება და ამას არ შემისრულებს, ამის პასუხისგებლობა ამაზე აიღოს და თუნდაც თავისთავად ჩათვალოს ანგარიშვალდებულად, რომ
რაღაც თუ არ გამოვიდა, მოდი და მითხარი, რომ ვერ შეგისრულე ეს რა თანაპირები. საინტერესოა, პრინციპში მართლ პარტიას ამდენი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პარტიას არც ერთი კონკრეტული დაპირება არ შეუსრულებია. ანუ ეს სულ მაინტერესებს, ხო, მთელი ჯაჭვი იყო ძივი დაპირებები, საერთოდ დაწყებული სოლარიუმი თითო სოფელს და 5 მილიონი თითო სოფელს, ამას ჩართული იყო მთელი ეს მანქანა მაშინ, მაგრამ ეს დაპირებები არ შესრულებულა ისევე როგორც თითქმის არც ერთი, ხო? ანუ ამასაც საუბრობდნენ. რა არის ეს თქვათ ფაქტურა ამ ურთიერთობის ხა გეისაუბრე შენ ამაზე, მაგრამ ამაზეც ითქვა ამ კვლევაზე, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, ხომ, ერთ-ერთი სესია, ასე ვთქვათ, იყო იმედგაცრუებაზე საუბარი, ანუ პარტია, რომელმაც გამიცროა იმედი და სხვა შორის მეტი იმედგაცრუება ზუსტად ქართულ ოცნებას უკავშირდება, იმიტომ რომ მეტი მოლოდინი იყო 2012 წლის არჩევნებს გულისხმობ, ანუ მეტი მოლოდინი იყო მოსახლეობაში, რომ რაღაცა შეიცვლებოდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხო, ეს იმედგაცრუებაც დადგა, მაგრამ ნახეთ, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ეხლა კომბინაცია ის კვლევა პირველი და ეს კვლევა პროპაგანდა ძირითადად ხომ ფაქტობრივ გარემოებებსაც ითვალისწინებს და იყვნება, რომ მეტი დამაჯერებლობა იყოს. და ზუსტად ეს პერიოდი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 2012 წლიდან მოყოლებლად პირველი 5-6 წელი, რომელიც ამ ადამიანებში მაგალითად ასოცირდებოდა, აი თავისუფლად სუნთქვა დავიწყეთ, აი ესეთი მეტაფორა გაჩნდა, როდესაც ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის ხო, სიტყვის შემეძლო მეთქვათ თამამად ის, რასაც ვფიქრობდი და არ მეშინოდა, რომ რაღაც მოხდებოდა. ხო, ეს ბოლო წლები რომ გავიხსენოთ, საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო და ადამიანებს აი ეს იმდენად შვების განცდა ჰქონდათ, რომ ამან გასტანა გარდა ეს თუნდაც ის განსაკუთრებით ეს იყო საჯარო მოხელეებში, ეს განცდა ერთ-ერთი ფოკუს ჯგუფი იყო საჯარო მოხელეებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან მათ შორის, რომ ასე ვთქვათ მე აღარ მქონდა იმის შიში, რომ დაუშვათ განსხვავებული აზრი რომ მეთქვა ამისთვის რაღაც ზომები მოყვებოდა ამ ყველაფერს და ბიზნესი, ანუ ბიზნესმა შვებით ამოისუნთქა, აი ეს დაბრუნდა და ნახე, ეხლა იცვლება ეს იცვლება ფორმულა და ეს როდესაც უკვე ველი გავაკეთეთ რა წინა კვლევის, იქ იყო საჯარო მოხელეებში ეს განცდა, რომ აი ზუსტად ის რაც მათთვის ღირებული იყო, ასე ვთქვათ, პირველ რიგში ის, რომ საჯარო მოხელე არ უნდა იყოს, ანუ როდესაც ხარ საჯარო მოხელე, ეს არ ნიშნავს, რომ შენ მართლ პარტიას ემსახურები. ხო, ეს არის პარადიგმა. დემოკრატია ამას ნიშნავს, ხო? და ამის განცდა ჰქონდათ პირველ წლებში და შემდეგ ეს შეიცვალა. და შემდეგ დააბრუნდა ეს, ასე ვთქვათ, ურთიერთობა ინსტიტუტს და საჯარო მოხელეს შორის, რომ შენ ხარ, ასე ვთქვათ, სხვა რეალობაში და ამის უკმაყოფილება იყო რასაკვირველია. რაც შეეხება ბიზნესს, ხომ, აქ პრინციპში რთული არის გამომდინარე იქედან, რომ პრინციპში რაღაცნაირად ამაშიც სტრატეგია, რომ ქართული ოცნება ცდილობს, რომ აი რაღაც ბენჩმარკი არ გადალახოს. და არ იგრძნოს სულ არის რაღაცნაირად თითქოს აღქმა, რომ ლავირებენ, ხო? მაგრამ ხა 2024-25 დარბევები, დაჭერები უამრავი ადამიანი ყოფს ციხეში ამის განცდას არ ბიზნეს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ხო, არ ტოვებს, მაგრამ ხო, ანუ ის ადამიანები, ვინც არ არიან უშუალოდ ამაში ჩართული, შეიძლება ვთქვათ, გრძნობენ იმას, რომ თქოს რაღაცას არ ლახავს, ხო, რაღაც ხვარს, ალბათ. ხო, და პრინციპში გარკვეულწილად არ ლახავს, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ არ ქვემოთ არ ჩამოსულა დიდა, თუმცა რაღაცები ჩდება ახლა, რომ რაღაც შეიძლება ესე პირდაპირ არ მიდის ურთიერთობა, ასე ვთქვათ, იქამდე რომ ვიღაც შემოვა და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ სისტემურად ხდება რაღაც ისეთები, რომელიც აზიანებს
მათ შორის მცირე მეწარმე იქნება და მაგალითად ის ვიდეო, რომელიც ვრცელდებოდა, როდესაც მოქალაქემ არ იცის, რომ რაღაცა შეიცვალა და შესაბამისად ის ზიანდება, ხო, მაგრამ ვცდილობ ავხსნა, რამ იმუშავა და რამ გაანეიტრალა ადამიანი, მოკლედ ესე ვთქვათ. ფაქტობრივი გარემოება იყო, რომ აი ესეთი შეგრძნება იყო და ნელ-ნელა არ ხდება ისევ და ისევ, რომ მივუბრუნდეთ ამ მიდგომებს. ნელ-ნელა ხდება აი ამ აღქმების კონსტრუირება და მნიშვნელოვანი არის ის, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ თანამედროვე ავტოკრატიების სტრატეგიებზე, ისინი ასევე კვლევებს ეფუძნება ყოველთვის. ამის რესურსი არსებობს. ბევრი კვლევას ატარებენ და და ამიტომ ადამიანები და ამიტომ ეს ძალიან რთული გასამკლავებელი, ამის როდესაც მეორე მხარეს რესურსი საკმარისი არ არის. მაგრამ კეთი ერთი ის მინდა ცალსახად. მე მივხედავთ ამ ყველაფრისა, ხა ეს ძალიან საინტერესო 3 საათი შეგვიძლია ვისაუბროთ, მართლა ძალიან დამაინტერესა, მაგრამ მივხედავთ ამ ყველაფრისა, მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ადამიანების განწყობას. და თვლი მაგალითად, რომ ყველა ვინც მივიდა თუნდაც ოპენიერსა თბილისის, ეს ადამიანები, ახალგაზრდები არ არიან ლოიალურად განწყობილი ხელისუფლების მიმართ, უფრო მეტიც ისინი არიან იმ ჯგუფში, რომელიც არის მკვეთრად დაპირისპირებული რადიკალურად ხელისუფლებას. შეიძლება ყოველდღიურად პროტესტზე არ არიან, მაგრამ მაინც. და ასევე ძალიან ესეთი ოპტიმიზმი მაქვს ყოველთვის, იმიტომ რომ არ ვთვლი, რომ ეს რაც ხდება, ეხლა თქვა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რეპრესია, უმძიმესი მდგომარეობა, პატიმრები და ასე შემდეგ, ამას შეიძლება ჩვენ მოგცეს იმისი საფუძველი, რომ თქვათ, რომ რაღაც ვერ გავაკეთეთ, ან რაღაცნაირად მარცხი დადგა, ხო? იმიტომ რომ მე არ ვუყურებ ესე, მე ვიცი, რომ შენც არ უყურებ ესე და ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიურად ეს აგვიხსნა. პირველ რიგში თქვათ, რატო არ არის თუნდაც ის ახალგაზრდები რატო არ არიან პროტესტში და რატო არის აუცილებელი გაფართოვება ადამიანების რაოდენობის და მეორე რატო ვართ უკეთეს მდგომარეობაში თუ შეიძლება ესე სამხედროას ვთქვა და რატომ არის ძალიან ყველაფერი რატო იქნება თქვათ უკეთესად ვიდრე იყო. ხო, აი ეს მინდა რომ შენი კონკრეტული განმსახედიდან, გამოცდილებიდან და კვლევებიდან ეს მოუყვე ჩვენს მაყურებელს. ვიტყვი კიდევ ერთ მიგნებას, რომელიც კავშირშია ზუსტად ამ სოციალურ ფასთან, როდესაც სტატუს-კვო ამომრჩევლების კვლევა გავაკეთეთ, ერთ-ერთი მიგნება იყო, რომ ძალიან მათი გადმოსახედიდან ძვირი იყო, ანუ სოციალური ფასი დაედო მათ მხარდაჭერას და მათ ჰქონდათ, ასე ვთქვათ, გარიყვის შიში, დისკომფორტი ის, რომ თავის ოჯახის წევრებთან ვეღარ საუბრობდნენ ამ ყველაფერზე, ხო და ნახეთ, მართლმა პარტიამ რაც შეძლო ამის აპირწონეთ პროტესტში ყოფნის სოციალური ფასი გაზარდა, ხო? ანუ ჯარიმები, დაჭერები და ასე შემდეგ. აი სოციალური ფასი გაიზარდა პროტესტში ყოფნის. ოპენერი ახსენე და ზუსტად აი ოპენერის გარშემო და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იქ ისე პროტესტში მყოფი ადამიანებს შორის რაღაც ერთმანეთისკენ თითის გაშვერა ხდება, დაწუნება ხდება ქცევის, ხომ? ნახეთ, ეს აქ ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, გამომდინარე იქედან რომ ძალიან ძვირია სოციალური ფასი პროტესტში ყოფნის იმდენად ძვირია, ფიზიკურად ძვირია, ხო, საფრთხე დაჭერის, საფრთხე გადასახადის ხალხმა ბინები გაყიდა, ხო? და როდესაც ჩვენ აქეთ მხარეს პროტესტში მყოფ ადამიანებს კიდევ სოციალურ ფასს ვუწევთ იმისათვის, რომ ქცევა რაღაც არ მოგწონს, თუნდაც ის, რომ კონცერტზე ვრიყავთ ამით. აი ეს არის ძალიან მოსაფრთხილებელი ამბავი და ზუსტად თუ გვინდა პროტესტის გაფართოვება, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტორიც, იმიტომ რომ ისიც საკმარისია, რამდენად ძვირია პროტესტში ყოფნა და როდესაც სოციალური ფასი იზრდება საკუთარი, ასე ვთქვათ, თანამოაზრეების მხრიდან, ეს კიდევ უფრო ხელს უწყობს გარიყულობას ამ ადამიანების და ზუსტად, ასე ვთქვათ, განეიტრალებას, რაც ყველაზე მეტად უმყარებს, ასე ვთქვათ, უხანგრძლივებს, მოდი ესე ვთქვათ, ავტოკრატიას ხელისუფლებაში ყოფნას. კი, განეიტრალებული მოქალაქე.
ასევე მარცხს რაც შეეხება, ხო? მეც სუბიექტური ვარ ამ თვალსაზრისით და მინდა ვთქვა, რომ მე ესე მიმაჩნია პირადად, რომ არ გვაქვს უფლება მარცხზე ვილაპარაკოთ, სანამ თუნდაც ერთი ადამიანი დგას რუსთაველის ქუჩაზე. ხო, ეს არასწორია, არც მორალურად. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მარცხზე ვილაპარაკოთ, ხო? როდესაც ამდენი დღის შემდეგ და იმ რეალობის გათვალისწინებით, რა რეალობაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს ადამიანები აგრძელებენ იქ დგომას და ეს არ არის მარცხი, მარცხი ძალიან საშიში სიტყვა, მოდი ესე ვთქვათ. შეიძლება შეცდომები დავუშვით, რასაკვირველია და შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, მთავარი ეს არის და მარცხზე საუბარი აბსოლუტურად არასწორია. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, რომ დიდი შეცდომაა ადამიანს ჩახედო თვალებში და უთხრა, რომ აღიარე, რომ დავმარცხე და მოდი ახლა გადავშალოთ ეს ფურცელი. მე არ მიმაჩნია, რომ მარცხია. იმიტომ რომ ეს არის მედეგობის, რა ვიცი, უპრეცედენტო ჩვენ თუ შევაგუებთ და გვინდა რომ შევაგუოთ ადამიანს, რომ თითქოს რაღაც დამარცხდა საზოგადოება, ეს ხო არ არის კონკრეტულად ოპოზიციური პარტიების ან კონკრეტულად პროტესტში მონაწილე ადამიანების, ვთქვათ, ბრძოლა, ეს არის მთელი ქართული საზოგადოების წინააღმდეგობა იმისთვის, რომ საქართველო ჩვენი სამშობლო დადგეს ისევე იმ, ვთქვათ, მიმართულებით წავიდეს, რომელიც არის აუცილებელი მართლა მშვიდობისთვის და მართლა იმისთვის, რომ რაღაცა გამარჯვების ფორმულა გამოიგოთოს, ხო? სხვანაირად უბრალოდ ამ იზოლაციაში და ამ სიღარიბეში ვერ გადარჩენ. ამიტომ თუ შანაუნები ადამიანს, მე სუბიექტურად უყურებ, რომ რაღაცა თითქოს ვერ გავაკეთეთ ისე კარგად. რა თქმა უნდა, რესურსი მეტი აქვს, რა თქმა უნდა, ფიზიკური ძალა დიდი აქვს, რა თქმა უნდა, თოფიანი კაცი მისკენ არის, რა თქმა უნდა, ფული ბევრი აქვს, მაგრამ ამავდროს ვერ წეხავს თავას, ხო? ეს არის მორალური უპირატესობა და ეს მორალური უპირატესობა შეიძლება ბევრს გონია, რომ მარტო ძალიან მცირე ფსიქოლოგიური ფაქტორია, მაგრამ ეს გვაძლევს ბრძოლის და გადარჩენის ამ ბრძოლაში, ვთქვათ, რაღაც წინაპირობას არ აქვს, გამგზობით, ვთქვათ, ყოფას. ხო, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მარცხზე საუბარი კი არა, ალბათ მნიშვნელოვანია იმაზე საუბარი, როგორ უნდა გაიზარდოს ეს ყველაფერი, რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ეს დაგვირგვინდეს, არც ბიძინა ივანიშვილია კარგად და არც მართველი პარტიის წარმომადგენლები, მართველი პარტიის ქართული ოსტატის წარმომადგენლები არიან კარგად, ბევრი პრობლემა აქვს ძალიან და პირველ რიგში ის, რომ თუ შეხედავ, ისინიც ვერ იზრდებიან, ხო? ანუ არა სათადარიგო სკამი თითქმის აღარ აქვს ივანიშვილს. ამიტომ მეც ესე უყურებ, პრინციპში ადამიანისთვის ხო, ხშირად მე და ჩემი მეგობრები ვსაუბრობთ ხოლმე, რომ აქილევსის სტრატეგია ჯობია თუ ოდისევსის და ოდისევსის, ხო? ანუ ძალიან დიდი მედეგობით, სტამინით, მაგრამ ყურადღებით და ჭკუით უნდა ვაჭრობთ. როგორც მოქალაქეს კიდე რაც მნიშვნელოვანია ჩვენ საუბრობდით სტატუს-კვოდან როგორ შეგვიძლია გამოვიყვანოთ ადამიანები, ხო? ადამიანების რა აღელვებთ, ადამიანებს ჭირდებათ კეთილდღეობა, ხო? ასე ვთქვათ, დემოკრატიული პრინციპი ის არის, რომ და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის, რომ არ დამავიწყდეს, როდესაც ჩვენ საუბრობთ დემოკრატიაზე და ვიღაცისთვის დემოკრატია არის მხოლოდ სიტყვის თავისუფლება. ვიღაცისთვის, ვისაც მეტი ინფორმაცია აქვს, ისევ მალსახმობებს, ანუ შორტკატებს რო დაუბრუნო, ვიღაცისთვის დამოუკიდებელი სასამართლოდ ჩდება უკვე შემოდის ეს ცნება და მიაჩნია, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ამიტომ მე, როდესაც მინდა რომ გადმოვიბირო ეს ადამიანი, მისთვის გასაგებენაზე უნდა ვილაპარაკო და ნახე, მე ადამიანს მაინტერესებს ხელფასი როდის მექნება, სად დავსაქმდები, ჩემი შვილი განათლებას როგორ მიიღებს, შეექნება თუ არა შესაძლებლობა რომ საზღვარგარეთ ისწავლოს, შშმ-შვილი თუ მყავს, რა სერვისები მექნება, ხელმისაწვდომობა, ხო? უამრავი სხვა რაღაც მე მაინტერესებს შენ რომ მეუბნები რომ მე უნდა შენ მხარეს ვიდგე, როგორ მიგვარებ აი ამ ყველაფერს, თორე გავიგე დემოკრატია რომ კარგია, მაგრამ დემოკრატია კარგად არ მესმის და მე თუ ამიხსნი რა არის, დემოკრატიაზე დაობენ მოქალაქეები კი არა, მეცნიერები დღესაც რომელი დემოკრატია უფრო კარგია და უკეთეს შემთხვევაში და უარეს შემთხვევაში დემოკრატია ზოგადად რა არის, ხო? და ჩვენ ავტომატურად არ უნდა ჩავთვალოთ, რომ შესაძლოა სიტყვა დემოკრატიას ვიტყვი,
ყველას აღქმაში იგივენაირად აღიქმება ეს როგორც მე ვფიქრობ ამას, ხო? ვიღაცისთვის სიტყვის თავისუფლებაზე გადის ზღვარი და დამთავრდა და თუ შემიძლია ვილაპარაკო, საკმარისია იმისათვის, მაგრამ სასამართლო რომ ჭირდება დამოუკიდებელი, იმიტომ რომ მე თუ დამჩაგრა სახელმწიფო, ვინ დამიცავს? აი ეს ყველას არ ესმის, ხო? არ უნდა გქონდეს ამის მოლოდინი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ გვინდა ეს ხალხი გამოვიყვანოთ სტატუს-კვოდან, უნდა რეალურად ავუხსნათ და ჩვენ თვითონ უნდა გქონდეს წარმოდგენა პირველ რიგში, როგორია მომავალი. ეს არ არის ანარქია, ეს არ არის ეს არ არის ანარქია. ცვლილება ყოველთვის წარმოქმნის შიშს და ეს ცვლილება უნდა ასოცირდებოდეს სტაბილურობასთან, უსაფრთხოებასთან, რაც მთავარია და უკეთეს მომავალთან. უნდა დავაჯეროთ, დავარწმუნოთ ხალხი ამათ რეალური ხედვით. მადლობა, კეთი, ძალიან საინტერესო იყო და მე ვფიქრობ, უნდა გავაგრძელოთ ეს საუბრები. მე მომეწონა განსაკუთრებით ის ნაწილი, რომ ქალი პოლიტიკოსები შეიძლება გახდნენ მართლა ამ ქვეყანაში გადაწყვეტილ. თავარ გადაწყვეტილებს მივიღებენ. მგონი დროა. მადლობა.